სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანუდათ მანო თუ ბავშვები ხმაურობენ გაიყვანეთ გარეთ რა ცოტა ხანი რომ მეც მიშლიან ხელს და ხალხს მოსმენასაც. დღევანდელ დღეს დანუდათ მანო მოგეხსენებათ აღესრულება შენდობის კვირა. ტრადიციულად წუხრი ტარდება ხოლმე და აი ამ წუხრის ლოცვაზე შენდობის წესს ეძახიან, როდესაც ერთმანეთს შენდობა ეთხოვენ ადამიანები, სასულიერო პირები მრევლს, მრევლის სასულიერო პირებს, პატრიარქისგან ალბათ არაერთგზის გახსოვთ თქვენ აი ამ წესის აღსრულება. ჩვენს ტრადიციულად წირვას ვაბავდით ხოლმე აი ამ წუხრს და შენდობის წესს ესე აღვასრულებით, მაგრამ დღეს რაღაცა სხვა ვითარება მოკლედ ტაძარში და მოასვენონ გარდაცვლილი ადამიანი და ბუნებრივია ამ წუხრით ვეღარ მოვასწრებდით, ეხლა ძალიან დავგვიანდებოდით და ამიტომ ეხლა ფაქტიურად მე ჩემს სიტყვასაც რაც უნდა მეთქვა ამ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და წინ მარხვასთან რომელიც ხვალიდან გვეწყება ამასთან დაკავშირებით ეხლა გეტყვით და შენდობასაც ახლაც ვითხოვდა მერეც სიტყვის დასასრულსაც და მერე ვისაც გენდომებათ ამ წესზე მაინც დასწრება შეგიძლიათ სიონში იქნება, საღამოთი სამებაში იქნება, აი საკათედრო ტაძრებში, სადაც მღვდელმთავარი აღასრულებს აი ამ მსახურებას მოკლედ და მეც ალბათ იქ მომიწევს წასვლა და თქვენც თუ ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მეთქვით. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს. დღევანდელ დღეს ქვია ადამის სამოთხიდან განდევნა. შემთხვევითი რა თქმა უნდა ეკლესიაში არაფერი არ არის. ბუნებრივია არც ეს დღე, როდესაც ჩვენ ხვალიდან დიდ მარხვას ვიწყებთ, არც ეს დღე არ არის, რომ დღეს ადამის სამოთხიდან განდევნას ვიხსენებთ. არ შეიძლება ეს შემთხვევითი ამბავი იყოს. და რა არის თავი, ხა თანამედროვე სამყარო ხო ესე ლაპარაკობს, რომ რაღაცა მესიჯებს უგზავნით ერთმანეთსო და რა მესიჯი არის მოკლედ, ხა რა გზავნილი არის ახლა ჩვენთვის გამოგზავნილი ამისი ამ კვირის ამ დასახელებით, რომ ადამის სამოთხიდან განდევნა არის. პირველ რიგში უნდა გითხრათ ის, რომ რა დაემართა ადამიანს, რატომ გახდა საჭიროება იმისა, რომ ის სამოთხიდან განდევნილიყო. მაგრამ სანამ ამას გეტყოდეთ, კიდევ ერთი კითხვა ისმის. ვინ განდევნა? ღმერთმა ადამიანის სამოთხიდან თუ ადამიანმა ღმერთი თავისი თავიდან? და ამიტომაც დაკარგა სამოთხე. ეს კითხვაც უნდა ისმოდეს თქვენს გულებში, მინდა გითხრათ და უნდა ისმოდეს კითხვა, რომ რა დაემართა ადამიანს საიმისო, რომ სამოთხიდან განდევნა გახდა მისთვის საჭირო. მან თავისი თავისუფალი ნება გამოიყენა იმისთვის, რომ აერჩია ასეთი ცხოვრება. და როგორი ცხოვრება? რაზე არის ლაპარაკი? ღმერთი ეუბნება, აწი შენი ოფლით უნდა ჭამდე შენს პურს, უნდა წვალობდე, უნდა იტანჯებოდე და აი ესე მიიღებდე მოსავალს და ასე უნდა ჭამდე პურს. ასეთი ცხოვრება აერჩია მან თავის თავისუფალი ნებით. ამ თავისუფალ ნებასაც შემთხვევით არ გიხსენებთ მე, იმიტომ რომ ღმერთი არასდროს არ ჩაერევა შენს თავისუფალ ნებაში. მას ადგილი თუ არ დაუტოვე მოქმედებისა, ის ძალადობრივად არავითარ შემთხვევაში არაფერს არ გაგაკეთებინებს. და რა იყო კიდევ ერთხელ გავიაზროთ ისა ადამიანის შეწოდება. ის რომ აკრძალული ნაყოფი შეჭამა გასაგებია და არ ღვია მცნება, მაგრამ ამაზე უფრო დიდი იყო ის, რაც მან დააშავა სინამდვილეში. და რა იყო იცით? მან მიითვისა საღვთო თვისება. ღმერთის გადაწყვეტილების მოსასმენად უნდა გაქცეულიყო, რომ რას ეტყოდა მას ღმერთი, მაგრამ ამის ნაცვლად მან გადაწყვიტა თვითონ. აი ეს არის მისი მთავარი დანაშაული, იმიტომ რომ მისი შინაგანი ბუნება ასეთი იყო, ასე იყო მოწყობილი, რომ ჯერჯერობით არ იყო მზად, არ იყო სათანადოდ გაზრდილი, არ იდგა ისეთ საფეხურზე, რომ მას მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო. მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ღმერთი აღარ სჭირდებოდა. ამიტომაც კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, ღმერთმა განდევნა სამოთხიდან თუ ადამიანმა განდევნა თვითონ ღმერთი?
იმიტომ რომ ადამიანს აღარ დასჭირდა ღმერთი, აღმოჩნდა რაღაცა გარკვეულ ვითარებაში, სადაც ის გადაწყვეტილებას ისე ღებულობს, რომ ღმერთთან არ ათანხმებს. და ეს არის მისი უბედურება. თავისუფალი ნება მან ამისთვის გამოიყენა, უпростоრად ასე გამოიყენა, რომ აქამდე მივიდა. და ჩვენ მემკვიდრეები ვართ ყოველივე ამისა. შესაბამისად არ არის გადაურჩენელი სიტუაცია, არ არის გამოუვალე მდგომარეობა. ადამიანსაც შეეძლო იგივე იქვე გაეკეთებინა, დაებრუნებინა ეს მდგომარეობა. და როგორც კი მოხდა მისი დაცემა, იმალება ადამი. ანუ იმდენად უგუნურად იქცევა ამ ცოდვის დაცემის შემდგომ, რომ მაშინვე რო დაიწყოს ხმამაღლა, ამოძახილი მისმა გულმა და პირმა, თუნდაც რომ ღმერთო მიშველი ეს რა დავაშავე, არა ამის ნაცვლად იმალება. და ღმერთი მას ეძახის, ადამ სადახა. აი ეს შეკითხვა არ გეგონოთ თქვენ, რომ ღმერთს აინტერესებს მისი გეოლოკაცია, გეოგრაფიული მდგომარეობა, სად იმყოფება, არა. ეს კითხვა არის სწორედ დღევანდელი დღის გზავნილი. ეს კითხვა არის სწორედ გზავნილი თვითეული ჩვენგანისათვის მთელი მარხვის განმავლობაში, რომ კონკრეტულად თითოეულ ჩვენგანს ღმერთი სწორედ ამას ეკითხება. სადახარ შენ ამ შემთხვევაში კახაბე ადამიანის შთამომავალო და სადახარ შენ ნებისმიერო აქ მდგომო და ნებისმიერო დედამიწაზე მყოფო ადამიანი. მთელი მარხვის განმავლობაში, როგორც ზარი ყურებში, ესე უნდა გიჭექდეს ეს სიტყვები, რომ სადახარ შენ ადამიანი. და შეგიძლია მაშინ გამოასწორო ვითარება, თუ კი ამაზე პასუხი მაშინვე გექნება, რომ იცი სადა ვარ, ურწმუნოების ტყვეობაში ვარ, იცი სადა ვარ, ამპარტავნების ტყვეობაში ვარ, იცი სადა ვარ, განკითხვის, უსჯულოების ტყვეობაში ვარ, მუცელღორობის, აი ამ ქვეყნიურის ყველაფერზე რომ გავხდი დამოკიდებული, ამის ტყვეობაში ვარ. და მაშინ მოდის შენთან ღმერთი სწორედ საშველად. მაშინ მოდის ღმერთი, რომ შენს მაგივრად გადასდგათ ის ნაბიჯები, რისი გადადგმაც შენ ვერ შეძელი ამდენი ხანი. მაგრამ არავის შეგეშალოთ და ხელი სხვისკენ არ გაიშორეთ, როგორც ადამმა. ადამმა პასუხი ასეთი გასცა, მე კი არა იმან. და როგორც კი იმან და ვიღაცა სხვაზე გადადის დანაშაული, იცოდეთ რომ ესეც თავისუფალი ნება, ესეც მისი არჩევანია. და აი ეს არჩევანი ისეთია, სადაც ღმერთის ადგილი აღარ არის, სადაც ღმერთს არ უტოვებს შენ შანსს, რომ გაპატიოს. იმიტომ რომ რასაც არ ითხოვს ადამიანი, მას ღმერთი მას ზალადობით არ მისცემს. თუ არ ითხოვე, არ მოგეცემა. ამიტომაც არ ითხოვს ადამიანი ამას და სხვისკენ გაიშვერს ხელს, როგორც ეს ადამი შეეპყვა. აღმოჩნდება მდგომარეობაში, სადაც ღმერთი მასზე არავითარ შემთხვევაში არ იძალადებს და შენდობის გარეშე დარჩება ეს ადამიანი. ამიტომაც კიდევ ერთხელ ეს დღევანდელი გზავნილი, სახარებისეული გზავნილი, რომ თუ კი არ მიუტევებთ, არ მოგეტევებათ. ეს გზავნილი კვირის დასახელებისა, რომ ადამიანის სამოთხიდან განდევნა, ეს უნდა იყოს მთელი მარხვის განმავლობაში ჩვენი მასულდგმულებელი და შეკითხვა, სადახარ ადამ, ამ კითხვაზე პასუხისთვის გამუდმებით მზაობა უნდა გქონდეს. გამუდმებით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ განთავისუფლდები ხვალვე და ზეგვე რაღაცა წამწოდვის ტყვეობისაგან. არა, ამას დრო სჭირდება. ნაყოფს ასე ადრე არ დაელოდოთ. ეს ასე არ არის, რომ ხლა ხეს რომ დარგავ მეორე დღეს ნაყოფი არ არის. ნაყოფი შეიძლება ცოტა გვიან მოვიდეს, მაგრამ უნდა ისწავლოთ ეს მოლოდინი. უნდა ისწავლოთ ამ მოლოდინში მოთმინება. უნდა განმტკიცდეთ ამ ყოველივეთი. თუ გინდათ რომ მარხვას მარხვა დაერქვას და არ იყოს ჩვენი მარხვა მხოლოდ რაღაცა გასტრონომიული პროცესი, რომ შევცვალეთ ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა პროდუქტები ერთიდან მეორეზე გადავედით და ამის მეტი არაფერი არ შეცვლა ჩვენ ცხოვრებაში. შეიძლება მაშინ, როდესაც ასე შიგნიდან გესმის ეს ხმა, შენი სინდისი გამუდმებით გეკითხება, რომ სადახარ და გამუდმებით პასუხობ, საკუთარ თავს გამოეძიებ. ახლა ამის ტყვეობაში ვარ და ამ ტყვეობისგან მინდა გათავისუფლება და ჩამოვთვალე უკვე რომელ ტყვეობებზეც არის ლაპარაკი. ტყვეობა მანდამაინც რკინის ხელბორკილს არ ნიშნავს ხელზე. ტყვეობა ნიშნავს სულიერ ტყვეობას, როდესაც შენ არ შეგიძლია რომ განთავისუფლდე რაღაცა ცოდვისაგან. არ შეგიძლია რომ არ ჩაერთო რაღაცა ორომტრიალში, რომელსაც ამ ქვეყნიური ორომტრიალი ქვია.
ეს არის სწორედ ტყვეობა და ამ ტყვეობიდან გასათავისუფლებლად ჭირდება ამოძახილი პასუხი შეკითხვაზე, რომ ვარ აი ამ უბედურებაში და იმის ბრალი კი არ არის და ვიღაცამ კი არ ჩამაგდო და ვიღაცას კი არა დანაშაულე, არამედ საკუთარ თავს ხედავ მხოლოდ და მხოლოდ ასე. და გეტყვით კიდევ ერთს, რომ ბოროტების ფესვები, აი ხის ფესვები ალბათ ყველას გინახავს, ხო როგორ არის გატოტილი მთელ მიწაში იქეთ-აქეთ რომ მიდის ხეს რომ ამოთხრიან, ალბათ გინახავთ. ასე არის ხოლმე ადამიანების გულებში და ამისი ამოძირკვა უნდა დაიწყოს ადამიანი. ასე შეიძლება შესუსტდეს მხოლოდ და მხოლოდ ბოროტება. ოღონდ სხვისი გულიდან ამოძირკვა კი არა. შენი საკუთარი გულიდან ამოძირკვა უნდა დაიწყო ამისი, რომ შეასუსტო ეს ფესვი, შეასუსტო ბოროტების ეს ზემოქმედება შენზე, რომ შესუსტდეს სხვაზეც და ეს არის ნამდვილი შენდობა. შენდობა დავიწყებას არ ნიშნავს. შენდობა არ ნიშნავს იმას, რომ მე აღარ მახსოვს გუში რა ჩაიდინა, თქვა, ჩემს წინაშე ვიღაცა ადამიანმა, ან მე რა ჩავიდინე მის წინაშე. შენდობა არ არის რაღაც ეს კომპიუტერული პროგრამა, რომ კნოპკას დააჭირო, თითი და წაიშალოს მეხსიერებიდან რაღაცა. არა, ასე არ ხდება. შენდობა ახალი ცხოვრების დაწყება, ახალი ცხოვრებისა, როდესაც შენ ვიღაცამ ძალიან გაწყენინა, მაგრამ ეხლა ახალ ცხოვრებას იწყებ ისე რომ როგორ გადალახო ეს ყველაფერი, რომ ამ ადამიანთან ერთად ცხოვრება უნდა გააგრძელო. ამ ადამიანთან ერთად შენ ღვთის წინაშე წარდგომა მოგიწევს. და ამ ადამიანზე შეგეკითხებიან, რომ შენ მოხვედი ღმერთთან შენდობის სათხოვნელად და ამისთვის არ მიგიცია შენდობა? აბა შენ როგორ უნდა მოგეცეს? ყოველდღე, როდესაც ამ ფორმულას იმეორებდი მართლმადიდებლობისას, ღმერთო ისე მომიტევე, როგორც მე მიუტევე. და წარდგები მე ღვთის წინაშე და რას იტყვი, რომ არა, მე მაგას ვერ ვაპატიებ, მაგრამ მე კი მინდა რომ აპატიო. ამიტომაც შეასუსტეთ ეს ფესვები შენში, რომ შესუსტდეს სხვაშიც ეს ბოროტება და მასაც შეეძლოს შენთვის შენდობის მოცემა. და შენ შეგეძლოს სხვებისთვის შენდობის მოცემა და ახალი ცხოვრება სწორედ ეს არის. ახალი ცხოვრების დაწყება სწორედ ამას ნიშნავს, რომ მე ვიწყებ ახალ ცხოვრებას ასე. კი ვერ ვივიწყებ ამ დანაშაულს, მაგრამ აღარ ვარ შურის მაძიებელი, აღარ ვარ სამაგიეროს გადამხდელი, აღარ ვარ ადამიანი, რომელსაც მძულს ვებძვი ამ სიძულვილს ჩემში, ვებძვი იმ განკითხვას, ვებძვი იმ ბილდ სიტყვებს, რომელიც მომადგა რაღაცა ამოვიდა ჩემი გულიდან, რომ მეთქვა ამ დამსახურებულად თუნდაც ამ ადამიანისთვის, მაგრამ როდესაც ვებძვი და არ ვაკეთებ, ეს არის ჩემი ახალი ცხოვრება. ამ ახალ ცხოვრებას თხოვთ ჩვენ ადამიანებს, თხოვს ღმერთი, თორემ მას საერთოდ არ სჭირდება ეს ვინ რას ჭამს, ამის აღრიცხვას ღმერთი არ აწარმოებს მე თქვენ გარწმუნებთ ამაში. საერთოდ არ აინტერესებს. ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, არა ერთადერთი, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისა, რომ საკუთარი თავის მობილიზება შეგეძლოს და საკუთარი თავის მართვა შეგეძლოს. სხვა მეტი არაფერი. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, შენდობა გინდათ? მაშინ ისწავლეთ სხვებისთვის შენდობა. ტყვეობისგან გათავისუფლება გინდათ? მაშინ ისწავლეთ პასუხის გაცემა, როდესაც გეძახის ღმერთი, რომ ადამს ადახა. გინდათ რომ მარხვა სინანულისა იყოს, მაშინ გააძლიერეთ თქვენი მარხვა ლოცვით. გინდათ რომ აღდგომა სიხარულისა გაგვითენდეთ და შედეგი მართლაც მოვიმკათ, ნაყოფი რაღაცა ხეს რომ დარგავდა, ყველა ელოდება აი ამ ნაყოფს. მაშინ იმარხულეთ წმინდად გულისხმობ იმას, რომ ყოველგვარი განკითხვის, ხვედრების, ლანძღვაგინების, ტყუილის, ცილის წამებისა და რაღაცა დაბრალებების გარეშე ნაკლებად უყურეთ საინფორმაციო გამოშვებებს და ნაკლებად აგინეთ ამ მთავრობას და იმ მთავრობას და იყავით მობილიზებული ლოცვაზე და მარხვაზე. აი ესეთი შეიძლება იყოს ჩვენი შენდობის დღე და აი ესეთი შეიძლება იყოს ჩვენი მარხვის დასაწყისი. სხვა ფრივ, ჩემო კარგებო, სხვა ფრივ ეს დანარჩენი არის დამოკიდებული ადამიანი ინდივიდუალურად როგორ რას ითვერთებს. ვიღაცას მეტანიის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ რა პრობლემაა ახლა მუხლები თუ ტკივა და მეტანიას ვერ გააკეთებს, ლოცვით ილოცოს. ვიღაცას პირიქით
ფიზიკურად დიდი ჯანი აქვს, მაგრამ ამისი ნერვი არ ყოფნის, რომ ბევრი ლოცვა წაიკითხოს. ამიტომ ერთი მეუფეოზეც სათაო წაიკითხოს, ოღონდ მთელი გონებით გაიაზროს, რას ამბობს და მეტანიები გააკეთოს, თუ ესე იგი ჯანი ერჩის. ვიღაცას შეიძლება ორივე სურვილი კონდეს, მაგრამ თავარი ის არის, რომ გონება კონდეს ამაზე გადართული. ავტობუსში ზიხარ თუ მეტროში თუ სამსახურში, ნუ კი ეძებ რაღაცას ტელეფონში, ვინ რა დაწერა და ვინ რა გააზიარა. ადექი და წმინდა წერილი წაიკითხე. რაღაცა რაც არ წაგიკითხავს ბიბლიიდან, იმ წიგნით დაინტერესდი, თანამედროვე ენაზე წაიკითხე ეს ყველაფერი როგორ ჟღერს, როგორ რა უნდა ღმერთ შენგან, თუ გაინტერესებს, გაიგო ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიითაა შესაძლებელი. სხვაგვარად არა, ღმერთი შენ გელაპარაკება ბიბლიის საშუალებით. ამიტომაც გაინტერესებს ღმერთს რა უნდა შენგან, გადაშალე ბიბლია და იკითხე. აი ასე ჩამოყალიბდით, ასე რაღაცა შეუდექით მარხვას ისე რომ თავი არ დაიტანჯოთ. არავინ არ გაბედოს ის რომ ეხლა მე დავიწყებ ძალიან მძიმე და მკაც მარხვას და აბა ამდენ მეტანიას და აბა ამდენ კანონს. შეიძლება იცით რა დაემართოს. სოლომონის სიბრძნეში როგორც წერია, თაფლს თუ იშოვიო, ზომიერად მიიღე რომ არ მოგანთხიოსო, იმიტომ რომ თაფლი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მაგრამ სადაც ზომიერება არ არის დაცული, აუცილებლად მაწყენარი გახდება ის თაფლი. აუცილებლად. ამიტომაც ეს ზომიერება არ დაგავიწყდეთ. არა მარტო ამ მსახურების თქვენ ცხოვრებაში საერთოდ ზომიერები უნდა იყოს. ჭამას მასში იქნება, ლოცვა წირვაში თუ მეტანიებში თუ ასე შემდეგ. ყველაფერში ზომიერება გმართება. ასე იფიქრეთ, ასე იმართულეთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს მარხვა განსაკუთრებულია მთელი წლის განმავლობაში, ასეთი ვრცელი მარხვა სიგრძე დღეებისა, ვთქვათ და მნიშვნელობა სულიერი სხვა მარხვებს ნამდვილად არ გააჩნიათ, მინდა გითხრათ, თუმცა კი მარხვა ყველა მარხვაო ეხლა იტყვის, მაგრამ აქ რაღაცა სხვა ცვლილებები ხდება, გაზაფხული რომ არის, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, აქაც ახალ სიცოცხლეზეა ლაპარაკი, წეღარაზეც გესაუბრებოდით, ამიტომაც დაიბადეთ ახლიდან და დაიბადეთ ასე. შენდობის მიცემა შეძელით მათზე, ვინც გაწყენილით. პირველ რიგში ჩემზე, ჩემი უყურადღებობისა და ჩემი უდებების გამო და სხვა ყველა დანარჩენზე. მე ჩემი მხრიდან შენდობა მომიცია ყველასთვის და მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა მისურვებია. ამინ.